მოვლენა კატასტროფად შეფასებული მასშტაბური სტიქია და ადიდებული ვერე, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვრპლა და ათასობით მოქალაქე დააზარალა. 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. სტიქიური პროცესები ბეთანიაში ძლიერი წვიმისა და უხვინალექის შედეგად მეწყერის ჩამოწოლით დაიწყო. 50 ჰექტრამდე მიწის მასის ჩამოშლის შემდეგ თბილისისკენ დაძრულმა ღვარცოფულმა ნაკადმა სვანჯის ქუჩაზე გვირაბით ჩახერგა, რასაც წყლის დაგუბება, ვერეს დონის 10 მეტრამდე მომატება და კატასტროფული შედეგები მოჰყვა. დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სტიქიის ეპიცენტრად იქცა საბურთალოს დამაკავშირებელი გზა და ზოოპარკი. 21 დაღუპული, 2 დაკარგული, დანგრეული სახლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. სპეციალისტების შეფასებით ერთ დღეში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური 9 მოვლენა ერთდროულად განვითარდა. აქ მოსულ ხალხს ერთი ტკივილი გვაერთიანებს და მე მგონი მთელ საქართველოს ამ ძიმე დღე არის ჩვენთვის. 2015 წლის 13 ივნისი დღე, რომელმაც მთელი საქართველო ერთი ტკივილის გარშემო გააერთიანა. ზუსტად 10 წლის წინ საღამოს 9 საათიდან თბილისის ჩვეული რიტმი უხმა ნალექმა დრამატულად შეცვალა. სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 კი დღემდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება, ათასობით ადამიანი კი დაზარალდა. მარტო ჩვენ ოჯახის წევრებს არ ვიხსენებთ აქ ზოგადად იმ ერთიანობასაც ვიხსენებთ, რომელმაც გააერთიანა მთელი საზოგადოება. ჩვენთვის ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ მოვდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ჩვენი ოჯახის წევრი. სერგო კაპანაძის და ვარ მე და ეს ადგილი არის ისეთი, სადაც მასთან სიახლოვეს უფრო მეტად გრძნობთ. 10 წელი გავიდა, რა თქმა უნდა, მძიმეა ყველაფერი და მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, ვისაც ახსოვს ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, ვისაც გული შესტკივა ამ ტრაგედიულ მოვლენაზე და ვინც გაიზიარა ჩვენი მწუხარება, ყველას მადლობას მოვახსენებ. ვერეს ხეობა წყნეთი ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა და ხეობამ წყლის დიდი ნაკადის გატარება ვეღარ შეძლო. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ჭაბუ ამირეჯიბის გზატკეცილზე წყლის დონემ რამდენიმე მეტრს მიაღწია. სტიქიური უბედურების ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა და ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა იყო. წყალდიდობის შედეგად მზიური და ზოოპარკი დაიტბორა. ზოოპარკში ბინადრების ნახევარი დაიღუპა, სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა. ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით მოქალაქე შველას ითხოვდა და წყალდიდობის გამო სახლების დატოვებას ვერ ახერხებდა. დიდ ტრაგედიასთან ერთად 13 ივნისი ერთიანობის და თანადგომის სიმბოლოდ იქცა. სტიქით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად მთელი თბილისი გაერთიანდა. სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს დღეს პატივი 13 ივნისის მემორიალთან მიაგეს. შეკრებილები იყვნენ ის ადამიანები, ვინც 10 წლის წინ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაკარგეს. სასულიერო პირებმა ადგილზე პანაშვიდი გადაიხადეს. ყველას გვახსოვს თუ რამდენად მძიმე ხამე გამოვიარეთ, გადავიტანეთ ყველამ. 21 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკლოდ დღემდე დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში უსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მართლაც ძალიან მძიმე იყო თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა 2015 წლის 13 ივნისს. თუმცა მეორე პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, სადაც ყველა დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ ხარში დადგმოდა ჩვენს დედაქალაქს და მსოფლიოს დავანახეთ თუ რა შეუძლია ერთობას. ამ დღეს საოცარი ერთსულოვნება იყო, ერთსულოვნის დემონსტრირება იყო ჩვენ დედაქალაქში, ზოგადად საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ მარტო ტრაგედიები არ უნდა გვაერთიანებდეს ჩვენ ერთს. ასევე მე ყველა იმ ადამიანს მადლობა მინდა გადაუხადო, რომ იმ დღეებში დაუღალაო შრომობდა თითოეული მოქალაქე, მაშველი, ვინც ჩართული იყო ამ სტიქიასთან ბრძოლაში. 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე მაშველებმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მემორიალთან, რომელიც ყვავილებით შეამკეს და 10 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი მაშველი ზურაბ მუზაშვილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ის 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სტიქიის ეპიცენტრში ვერეს ხეობაში წყალდიდობის დროს სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა თავად წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. დღესვე ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას მეხანძრე მაშველებმა პატივი მის მშობლიურ სოფელ აღაიანშიც მიაგეს და გმირი მაშველის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.